კონკრეტული შედეგი დასრულდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტისა და პროდასავლური ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების შეხვედრა. დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტიკოსებმა იმსჯელეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ აუცილებელი არის მიმდინარე კვირას ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა ინდივიდუალურად დაიწყოს უსწრაფესად მოძიება ყველა იმ კანონდარმღვევის, ვინც არის სრულმოწმე პოლიციელი, გამომძიებელი, გამყალბებელი საქმის, ვინც აქციის მონაწილეების უფლებებს არ ღვევს და დანაშაულებრივი სისტემის მსახური არის. შემდგომ ინდივიდუალურად შეგროვილი სახელები და გვარები ერთობლივ სიად გარდაიქმნება. სხვადასხვა პოლიტიკური ძალა შეაგროვებს ბუნებრივია სხვადასხვა მონაცემებს და სალომე ზურაბიშვილი ერთ დოკუმენტად აქცევს ამ შეგროვილ მასალებს. ის ჩაიტანს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე და მოითხოვს, რომ დაასანქციონდნენ ის ადამიანები, ვინც დემოკრატიას ძირს უწყიან, ვინც მშვიდობიან აქციის მონაწილეებს უკანონოდ არბევენ, აწამებენ, მათ წინააღმდეგ საქმეებს თხზავენ. და აღინიშნოს ის ფაქტი, რომ არა მხოლოდ მიუნხენში სალომე ზურაბიშვილი ევროპელ პარტნიორებს გააცნობს მათ სახელებს და გვარებს ყველა იმ მოსამართლეს, ვინც უკანონო გადაწყვეტილებას იღებს და მოითხოვენ ამ ადამიანების დაასანქცირება. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი შეთანხმება, რომელსაც ერთობლივად მიაღწიეს პოლიტიკურმა ძალებმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან ერთად. მიხარია, რომ ყველა კოალიცია ვიყავით აქ, სხვა პოლიტიკური პარტიაც და იყო პრეზიდენტი, რაც თავარია. კარგია, რომ ასეთი ფორმატი აღდგა. მსჯელობის ფორმატი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ოღონდ სწრაფი მსჯელობის, ნაყოფიერი მსჯელობის და არა ერთმანეთისთვის აღგრძელოების თქმის. ეს პირველი. მეორე, მე ამაღამ მივფრინა სტრასბურგში ევროპარლამენტის სესიაზე. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება ჩვენი წინააღმდეგები, ჩვენი სიაც მათ შორის იმ ადამიანების, ვინც უნდა დასანქცირდეს, ვინც არიან მოძალადეები, როგორც მოსამართლეები, პროკურორები, ასევე სრულ მოწმეები, რომლებიც იტყუებიან პროცესებზე და ადამიანებს ციხეში უშვებენ. ეს იქნება ერთიანი სია, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი რესურსით ვიმუშავებთ, ასევე მჭიდრო კოორდინაციაში ვიქნებით სამოქალაქო სექტორთან, რომელიც დიდი ხანია მუშაობს სასანქციო პოლიტიკაზე, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, თუმცა იქნება ერთი სია, სადაც ივანიშვილის მისი ოჯახის წევრების გარდა იქნებიან რეჟიმის ეგრეთ წოდებული ხელშემწყობები, რომელშიც მოიაზრება მათ შორის კორუმპირებული ფინანსური ელიტა და რა თქმა უნდა მოძალადეები, ადამიანები, ვინც ძალადობენ, მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ისევ როგორც იძლევიან სრულ ჩვენებებს, ეგრეთ წოდებული ფსევდომოსამართლეები, რომლებიც იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ანუ მთელი ეს რეპრესიული აპარატი და მისი ყველა ჭანჭიკი შეგროვდება პრეზიდენტთან ყველა ის მონაცემი, რასაც ჩვენ ფედერალისტები ვაგროვებთ, გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, ვინც ჩართულია სრულმოწმეები და ასე შემდეგ და პრეზიდენტი, რომელიც მიუნხენში მიდის, წავა ამ გზავნილით, რომ ეხლა ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მასთან თავი მოიყარა სიამ იმ ხალხისამ, ვინც უნდა დასანქცირდეს იმისთვის, რომ ჩვენი პროტესტის მონაწილეები დავიცვათ. ჩვენს პარტნიორებთან გვექნება ამ სახელობითი სიებით მუშაობა, იმისთვის, რომ მათი სანქცირება, ან მაგალითად გადაადგილების შეზღუდვები და სხვადასხვა საკითხები დაისვას თავისი მტკიცებულებებით. მაგრამ თავარი კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, პოზიტიური ამ შეხვედრიდან არის ის, რომ შევთანხმდით საერთო ფორმატზე და შევთანხმდით ასევე იმაზე, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელიც დამნაშავეა ადამიანების ცემაში, ძალადობაში, რეპრესიასა და ტერორის განხორციელებაში თბილისის, ქუთაისის, ბათუმის თუ სხვა ქუჩებში, პასუხი უნდა ააგოს მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. პოლიტპატიმრებისა და პროტესტის მონაწილეების დაცვა არის მთავარი ამოცანა, რაზეც დღეს პროდასავლური ძალები თანხმდებიან. საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან ერთად პოლიტიკური ძალები შეჯერდნენ, რომ სამუშაო შეხვედრები კვირაში ერთხელ ან ორ კვირაში ერთხელ გაიმართება, რადგან მიაჩნიათ, რომ ერთობლივად მუშაობას ახლა ყველაზე დიდი მნიშვნელობა და ყველაზე დიდი ძალა აქვს.